გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენი კანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ორნი იყვნენ ჩვენებურები 90-იანი წლებია და შევიდნენ სადღაც სასადილოში და მიმტანი გოგო მეეწონათ, გაიგე შენ ამ ორს. თრალები არიან და ეხლა რატომღაც გადაწყვიტეს რომ ამ გოგოზე რაღაც შთაბეჭდილება უნდა მაახდინონ, გაიგე შენ და არიციან როგორ. და ყურადღების მიქცევაც უნდათ რაღაცა ისა ესა და ხმამაღლა ლაპარაკობენ ამ გოგოს გასაგონად, ტყუილად, კაცო. ეხლა მოდი ეს სასადილოც დავაყაჩაღოთ და დღე გვეყოფაო რა, სამი უკვე საკმარისიაო, ეხლა ამდენი გავიყაჩაღოთ დღესაო. და უნდათ რომ ეხლა ესენი არ ვიცი ალბათ ელოდებიან რომ ეს გოგო ჩაუვარდება მუხლებში და გვაპატიეთ არ და გვაყაჩაღოთ და აბა თქვენი ჭირიმე და რაც გინდათ ისა. ამ გოგომ ჩუმად გადარეკა სადღაც და შემოწვიდნენ ორნი. ერთმანეთზე დიდები რა ორი კაცი როა თითო რა ორ კაციანები ჩამოიდნენ. ხო და ერთმა ერთი დაითრია მეორე და ერთი ცოტა ჰუმანურია და უთხეში იყავ მიტუ ამწყდეული რა. ერთ-ერთი ამწყდეული ყავლა მყდარსა და ცოცხალს აი ლანძღავთ ის უკრავ შენი პატრონი და შენი ეგრე შენი იგრე და ეს მეორე ცოტა ის რო არის უტყვი კაცი რომელიც არის ეს კიდე მისდგა და ცემს როგორ ჯორი ამ საცურა ახანაკეთ კი ხო მეორეს გულმოდგინეთ აიცემს აი ჯიგარო დააყრის ზედა და იმა ხო თვალი მოიკლა თავი ძმა კაცს ეს ატუზულია კუთხეში და მარტო ლანძღავენ ამას შეშურდა თავი ძმა კაცს საგანეში თვითონ ძალიან შავ დღეშია და რაღაცა მომენტი რო იხელთა ცოტა რაღაცა აი სული მაითქვა რაღაცა და იმან რო უნდა დაერტყე და აი რეცი მაიტა ცოტა ხანამ ლანძღე შეკარგო ცოტახანი მაგინე დამასვენეთ. მაიტა ამას უწე ადამიანი არ ახარ. კარგი. ჩემი საყვარელი ისტორია ერთი ყოჩა ღიყვავ ძალიან გულიანია რა. მიუხედავად თავისი აღნაგობისა და სიმაღლისა და ხო. ყველაფრის აი მეტრა და მეტრა ეგ არის და მეტრა რა აი ვიღაცას ხო მეტრა და 20-იც არ არის რა ხო და ძალიან ნავია ძალიან გულიანია და თურმე ვიღაცა პატრა გოგო მოიწონს და შააღონა ეგოგო კაცო დაიდევს ამ გოგო დაჭკილეკვით ხო და ამ გოგო კიდე საქმრო ყავ ვიღაცა სპეცნაზელი ბიჭი ამ ბიჭს დაურეკი ამისთვის და უთქვია რომ საქმე მაქვს შენთან ეცეთ ხო გეუბნები უშიშარი პირდაპირ მარტო კაცავი და მიადგა ამ ბიჭმა დაპატიჟა კულტურულად მოწესრიგებული ბიჭია რა გაანათლებულიც არის ჯანზეც არის აღნაგობაც ყველაფრით დაჯობია მოკლედ რა ხო და სუფრა გაუშალა რაღაცა და მე დაიჩალენ გაეცნო რაღაცა ის და გარეთ რომ გამოვიდნენ ამ ბიჭმა უთხრა რომ გენაცვალეო ეგოგო ჩემი საცოლიაო და შენ რა ურთიერთობა გაქვს რა საპირებო მითხარიო კაცო დღე-დღეზე უნდა დავინიშნოთო ცოლად მოვიყვანო ხო ეხლა ამ ჭკვიანმა იფიქრა რომ მოდიო ეხლა მე ვეტყვიო რომ ვითომ ჩემი საყვარელია ეგოგო და გულია უცრულდებაო და დაანებებს თავსაო რასაო ბიჭო ეს პატარა მეტრიანი ეუბნება რასაო ბიჭო რანაირად არისო შენი საწოლო ძმაო 3 წელია ჩემი საყვარელია ეგოგო და დამთავრებული არა აქ ამან თხლაპა გაადინა და გააცურდა მიარტყა ბარდიულ თავი დაკარგა გონება ეცა ეს საწყალის სპეცნაზელი აიყვანა ხელში და გააქანა სავად ყოფოში არ უნდა კაცის მოკლა რა თუნდა დღე-დღეზე ცოლი უნდა მაიყვანო ბედნიერია კაცი მიუყვანათ აი ეს არ უნდა მოკვდესო რა ეს რომ მოკვდეს დაღუპულიო როგორმე უნდა გადაარჩინოთო ესეც მიაერთეს აპარატზე რეანიმაცია რაღაცა ისა ესა და მეორე დილით გონზე მოვიდა ცხვირპირის ზედაღარა ცხვირი აიქა ტუჩი აიქა კარეული აქვს ყველაფერი აი მაგარი მოზელილია სარკე მამიტა თუ ამან დაიძახა მიუტანეს ხო არ ახსოვს რა მოხდა როგორ მოხდა რა და მიუტანეს სარკე და ხო მეტრიან არაფერი არ ახსოვს რა მაგრამ თვითონ ხო თავის შესაძლებლობებში ხო დარწმუნებულია ხო და მიუტანეს სარკე და ჩაიხედა და თურმე ცრემლი გადმოივარდა სინანულის არ სიბრალულის არ მე რო ეგრე ვარ ის საწყალი როგორ გაიქნება მე რო ეგრე ვარ ის უმედური როგორ გაიქნება ნეტა კაია კაი არ ვიცი
რაში მჭირდებოდა რომ გამეგო ქალური ბედნიერება რა იყო, მაგრამ ხშირად წერ ხოლმე ეგეთ რაღაცა ესეთი ქალური ბედნიერება რა არის და ასე შემდეგ. ხო, აი ხშირად რაღაცა სულ მაინტერესებს რა არის ქალური ბედნიერება. და მე ხო მარტო ვცხოვრობ რა და იმ დღეს ჩემ დაუნებურა თუცბად ამ მარადიულ კითხვას დაუსვი წერტილი და მივხვდი რა არის ქალური ბედნიერება. ეხლა გეტყვი რა არის ქალური ბედნიერება. სარეცხი მანქანიდან რომ გამაიღებ სარეცხს. ხო. და ყველა ნასკი რო ადგილზეა და ერთმანეთს რო ემთხვევა. აი გარი ქალური ბედნიერება. აი გარი ქალური ბედნიერება. მithum მაგის ერთ ბედნიერება აღარ არსებობს რა. დამჯი. ქმრის ყველა ნასკი რომ ერთმანეთს ემთხვევა, ერთი ყოველთვის დაკარგულია. ერთი ხო ყოველთვის იკარგება ეს მითიური ნასკია და დაჟე მგონია რომ აი როგორც ელდორადოა რაღაცა მითიური ქალაქები რო არის და რაღაც ჩაძირული ქალაქები. სადღაც არის ნასკების სამყარო რაღაცა. დაკარგული ნასკები რომ მიდიან ბერმუდის სამკუთხედივით რაღაცა და იქ არის ყველა ნასკი სულ იკარგება. რომელი სამზადია ხარის საჭმელი ჯობი არის საზარელო ჯობია კახურია თუ სიტყვაზე იმერულ მეგრული და ასე შემდეგ. აი ამ კამაჩი ხო სულ ხარ ხოლმე რა კი ხშირად მეკითხებიან სხვათა შორის რო იციან რომ ჭამაც მიყვარს და კეთებაც. ხო. ხო და აი რომელი სამზარეულო ჩემთვის მაგალითად ჩემთვის არა რა აღიარებული ფაქტია რომ ქართველებს გვაქვს იმერული და მეგრული სამზარეულო. ხო. რასაც სამზარეულო იქვია რა და საჭმელი გვაქვს კახელებს. საჭმელი რასაც აქვია. რასაც სამზარეულო იქვია იმერული და მეგრული და საჭმელი რასაც აქვია არის კახური. და კარგი დათქვამია. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ეხლა აი ბარაქიანად რო ჭამო. ხო. ყოჩაღი კაცი იყო. ხო. ისიც გარდენახელი იყო დოღრია ბიჭი ვალა. ვალა. ო, მაგარი მშრომელი კაცი იყო ბიჭო და შვილი ალიკა ჩემი ძმაკაცია მაგისი ბიჭი ალიკა ძალიან უსაქმურია რა. ნუ ეხლა აღარ არის იმდენად უსაქმური, მაგრამ ახალგაზრდობაში ძალიან უსაქმური იყო. ზაფხულია პაპა ნაკება და ეს დოღრია ბიჭი სამთვლიანი მოტოციკლეტი იყავ და ჩასული იყო ნაკვეთში და ლობიო გაგლიჯა. და ეს მთლიანი გაგლეჯილი ლობიო აეგრე რაღაცა ზვინი უდგა გვერდზე კალიასკაში ამაიტანა სახში შევარ და ბუღი აიდის ყველაფერი იწובה სულ ყველაფერი ეს ამოდოლა ლობიო და რო გახედა თავი ბიცა ძინამ ჰამაკში ჩრდილში ეს კაცი მარტო კადილიდან აეგრე გახვითქული გაუბედურებული მოიდა სახში და ამასაი ძინამ ჰამაკში გულზე გადაშლილი წიგნი ადევდა აეგრე ჩაძინებულია რა მივიდა რასაკითხულობ მამა გენაცვალებში ამან გაახილა თვალები და გმირთა ვარა მამი მერე შვილო გაიგე მაქედან რამე ირასამო ბეო აქ გაუგებარი რა იყო ისემ ჩენი დედა დოღრია ბიჭი ვარამისა ვერაფერი გაგიგია შეგვიძლია ვარა გაიგე შენ მალაი ვარამი ვერ გაგიგია გმირები ვარამ გაიგებდი შეკარგო რო არ მოგიყვე არ შემიძლიან რა ერთმა ჩვენმა ახლობელმა ბიჭმა გააკეთა ტურისტული მარანი ხო ეგ აკეთებია სეზონი თვინ ხო ტრენდულია კი კაცო რო რაღაცეები ჩაასხამ უნდა გაასინჯო რაღაცეები ისტორიები მოუყვე რაღაცეები ხო ქვევრი გახსნა და ეხლა ხო გააკეთა ბიჭო რაღაცეები ეხლა დეკორაციები დაკიდა იქ სადღაც ნამგალი ჩამოკიდა იქ პატარა ჭური დადგა ქვევრი რაღაცეები და მეტი ეფექტის თვინ წავიდა და მშრალხიძე იყიდა ვიღაცა ჩიხტიკოპიანი ქალისა და ჩოხიანი კაცის სურათი ხო გამააკრა მარანში გამააცხადა ესენი პაპა ჩემი ბაბო ჩემი არიან დიდი პაპა ბაბო და ის ტურისტები მოდიან ეს ისტორიებს უყვება რაღაცეებ აქეთ იქით და მამამისი შაღონდა კაცო შვილო გავიგეო რომ აი ვიღაცა ხალხმა ლოცინებ ყველა მოსვლაზე ესეც ხდება და აბა ეს ტურისტები რომ აბა თქვენი პაპაბების ხსოვნა იყო ესეც სრემლი გაიდის აბა ხსოვნა იყო რაღაც ვაივიში გაიდის სამკაც და ამოვიდა ყელში ჯო გავიგეო რომ აი ხალხმა ლოცინებ ვიღაცეებ ვაფშე არ ვიცნობ შეგაი ადამიანო შენაო კაცო ეს ხალი თურმე ძალიან მახინჯია იქაც არა უშავრა რა და მაინც აკიდლობდიო და ლამაზი მაინც წემეგეღო იმ შრალი ხიდიდან ლამაზ ხალი არ იყო იქა რო წემეგეღო გამოგვეკრა გემეგვეკრაო კაცო როგორ არ იყო მამი მაგრამო ლამაზები 20 ლარი ღირდა ეს 5-ად მამცე იყო
აბა იყო მახინჯი 15 ლარი დაზოგა და იქ უმიდია ბაბოს ეძახი ბაბოს ეძახის აბა რა გინდა რომ გააკეთო ეხლა ვაგროვებ ამ უცნაურ სადღეგრძელოებს რა და ეგ უნდა გამოვცე იმედია გამოვცე ერთი მაგალითად სუახალი ცინცხალები რა ახურია კახელებში კახეთში მოსმენილი კაცო ზოგი პირადად ჩემი მოსმენილია ზოგი სხვები მიყვებიან ხოლმე აი ძალიან უცნაურ რაღაცას რო იტყვიან რა ძალიან დიდ უაზრობას და ამ დროს რო დარბაზში რო ტაშია და ქუხსუ და ინგრევა ქელეხია თუ ქორწილი მაგალითად ქელეხში ნათქვამი ერთი დიდებული სადღეგრძელო ირემი მიდისო ბიჭო ირემი მიდისო ამ დროს ხალხი გასულია 1-300 კაცი უსმეს ხო ეს ჭირისუფალი ამაყათ არის რომ რა მაგარი კაცი დანიშნა თამადად ეს თამადა მოწოდების სიმაღლეზე და ირემი მიდისო და მიადგა გაყინულ მდინარესო ეხლა ირემი ფიქრობს რომ გადავხტე ვაი თუ ვერ გადაუწიო ბოლომდე არ გადავხტე წასასვლელი ვარ ეგეთ ფიქრებშია ირემი რა და დაიწია უკან რომ გაიქცა შეჰკრა ირემმა კამარაო და ვერ გადაასწრო ბოლომდე ვერ გადაუწიაო და ჩაჰკრაო ამ ყინულს ჩლიქიო და ჩაემტრა ყინული ჩავარდა ირემი იხჩობა ირემი ახედაო ღმერთსაო და ღმერთო გადამარჩინეო შევევედრაო იქიდან ღმერთმა გადმოიხედაო და შენ კი აღარაფერი გეშველებაო მაგრამ იმ ბიჭებმა რა დააშავა 41-ში ქერჩი რო ჩაიხოცნენ დიდება გმირებში მოვსულო რა დააშავა ირემი რატო მიფოულია მაგრამ ხო რა ისტორია რა შუაში მაგაზე უარესი კიდე ფეხძიმე ქალიო ეზოში გამოვიდაო და კაკნისა ფესვი ყოფილიყო ამოწეულიო და წამოეკრა ფეხიო ამ ქალმა წაიქცა ქალიო და ამ დროს პაუზა უნდა რომ ხალხს აინტერესებს რა მოხდა რა ფეხძიმე ქალი უცელი კი მე შალაო მაგრამ ფესვები ითხოვნენო წინაპრების სადღეგრძელო ჩვენ წინაპრებს გაუპატეს იქ ქალმა რა გადააშავა ანირებმა რა დააშავა ანიმ ქალმა რა დააშავა რა სასტიკია მოგლეთ ეს ამბავი მამიყვნენ გორელმა ბიჭებმა რა ხო ბალღობაში აბა რა გქონდაო კაცო გასართობიო და სინამდვილეში ეგრე იყო ჩემ ბალღობაშიც რომ ჩვენი გასართობი იყო რომ უნდა დამცხდარიყავით მოხუც პაპებთან და ისინი გვიყვებოდნენ ომის ამბებსა რა ხო აეგრე ვზივართო და ორი პაპა ყავდაო ივანიჩი და ზურაბიჩიო ხო და ერთხელაცო ზურაბიჩმა დაიწყო შვილო თქვენ არიცითო ივანიჩი რა მაგარი კაცი იყო ფრონტზეო ეს ივანიჩი ყურებით ხვითა რა რაღაცას ამაზე იყვება ხო იცი შვილო თქვენაო რა მაგარი მეომარი იყო ესაო მოსკოვ რო ალყა დაარტყესო გერმანელებმაო სტალინმა გამააცხადაო რომ ჩამიყვათ წინახაზე გამიყვანეთო ფრონტზე ხო რომ ჩამოვიდაო სტალინის სანგარში რომ მიიყვანესო შვილო ივანიჩი რომ დაინახაო პირკატა ეცა სტალინსო შენ თუ აქ იყავ რაღაცე მოვდიოდი მე რა გავიდოდა ოდა ეს ივანიჩი გაიბადრა გაიგეშენა უნივაში გაისწორა რომ ეხლა თან ამ ბალღებს უყურებს ეს ბალღებისთვის უკვე რემბოა ივანიჩი რა ძალიან მაგარი კაცია მივიდაო სტალინი ხელი ჩამორთო რა შვილებითო როგორ ახარო გენაცვალეო ხო ყველაფერი რიგზია აქაო ივანიჩმა უთხრაო რომ ამ ხანაგო სტალინი ყველაფერი ხუთიანზე მიდისო შენ მიგეშინიაო ხო მე მივხედა მაგ ყველაფერსო რა ყველაფერი ვაკონტროლებო ეგენი ჩემ ფეხებს აიღებენ მოსკოვსო სანამ მე ვარ აქაო შენ მაგისან უგეშინიაო და ამ დროს ეს ივანიჩი უკვე კაცი გაზრდაო და ისეთი ბედნიერია რა აიწია ჰაერში ჰაერში აიწია კაცო ეს ბალღებისთვის უკვე საოცარი კაცია უკვე და წადიო შენა უკრემში დაბრუნდიო ბესარიონოვიჩო და ნუ გეშინიაო რა აქ ყველაფერი მე მივხედამო კარგიო მაშინო სტალინმა თქვაო რომ წავალო მე გენაცვალეო და შენ მიმიხედი აქაურობასო ეს ხო უკვე ღმერთია ეს ბალღები ყვა ჩამოვარდნილები უყურებენ რა რო ივანიჩი რა მაგარი კაცი ყოფილა ჩვენ არ ვიცოდით სტალინმა მთელი ალყა ანდო რაღაცეები და კულმინაცია არის უკვე ეს კაცი ვსიო რა ძალიან მაგარია და გადადგაო სტალინმაო ერთი ხუთი ნაბიჯიო და მოტრიალდაო ხო ივანიჩო ბიჭო დამავიწყდაო რაღაცა უნდა მეკითხაო გისმენთ ამ ხანაგო სტალინი დედა შენ ისევ აბოზობსო
დაანარცხა ისები და მე ჩამოვარდო კვარტლები და ჯერ ხაი აიყვანა იქიდან წაკრა წიხლი და გადმოაგდო პირდაპირ. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.